მოგესალმებით, ჩემო ქართველებო, ემიგრანტებო და არაემიგრანტებო. დღეს ვისაუბრებ მეტად საჭიროებო საკითხზე და ეს არის ქართული ოცნების მიერ საქართველოში რუსული პოლიტიკის მსგავსად უცხოელების ჩამოსახლება, როგორც ეს ხდება რუსეთში. მოგეხსენებათ, რომ პუტინმა რუსები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაფანტა. უმეტესობა მათი არის დივერსანტი, მათი 99.9% და სამაგიეროდ რუსეთში სახლდება მიგრანტები მთელი აზიიდან და აფრიკიდან, რათა მათ შეძლონ რუსეთის ძალების გამაგრება ფრონტზე. მაგრამ აქ რუსეთს ჭირდება მიგრანტები სულ სხვა მიზეზით და ეს არის ქართველების განეიტრალება. აფრიკისა და აზიის ყველაზე არასტაბილური ქვეყნებიდან მიგრანტების უვიზო რეჟიმით საქართველოში ჩამოსახლება ეს არის ქართველი ემიგრანტების დანაკლისის შევსება უცხოელი მიგრანტებით. ანუ რაც დააკლდა ერს ემიგრაციის გამო, რომელიც ისევ და ისევ ქართული ოცნების მიერ ხორციელდება, ქართული ოცნების ზეწოლის გამო, რასაც ის ახორციელებს ჩვენ ქვეყანაზე და ქართულს რო საქართველოში არ დაედგომება. და ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ შეავსონ ეგრეთ წოდებული დემოგრაფიული ჩავარდნა უცხოელებით. და ვის მოემსახურება ჩამოსახლებული უცხოელები? სწორია, რუსულ ინტერესებს. თალიბანი, ჰუსიტები, კიდევ ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები. ვინ უნდა ჩამოსახლდეს ნეტავი თუ არა ისინი? იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ირაკლი კობახიძემ უვიზო რეჟიმი დააწესა. და მთელი ეს ძალები შემდეგ კი ევროპაში გადავლენ. და დაიწყება ისევ თარეში ტერორისტული ძალების. ის არ იკმარეს, რომ ბათუმი ოფშორად გადააქციეს თბილისთან ერთად და რუსები კიდევ სლოვენიისა და გერმანიის მეშვეობით ცდილობენ, რომ მთელი ევროპა შეავსონ რუსებით, იმიტომ რომ იქაც გააჩნიათ ოფშორები, მაგრამ საქართველო არის უმთავრესი გზა. შემოვლითი გზა ევროპაში წასასვლელად. და მთელს დანარჩენ სამყაროსთან რუსეთის ურთიერთობისათვის. და ამისათვის მათ ჭირდებათ, რომ აქ მიგრანტების მეშვეობითაც გამაგრდნენ. რუსი მიგრანტები არ ყოფნით. ახლა აზიელი მიგრანტების ჭირდებათ, რომ მერე ისპეკულირონ აქ არსებული მდგომარეობით. მე კარგად ვიცნობ რუსეთი, რასაც წარმოადგენს. ის თავად გააჩაღებს რამე დესტრუქციულ ქმედებებს, ომებს და შემდეგ ეგრეთ წოდებული მშვიდობის ყოფილი სტატუსით ცდილობს, რომ შემოვიდეს და ეგრეთ წოდებულად თავისი ფრთის ქვეშ მიგვიღოს, თავისი პროტექტორატის ქვეშ, როგორც ის ყოველთვის აცხადებს. თავისი ძალით მოხვეული პროტექტორატის ქვეშ. და ამიტომ ქართველები მთელი დასავლეთიდან უნდა დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში და განდევნონ მტერი, ხოლო აქ არსებულმა ქართველებმა არნახულად უნდა ამოიღონ ხმა, სანამ ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები, ჰუსიტები, ჰამასელები, ჰეზბოლელები და კიდევ მრავალი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არ შემოგივარდნენ თქვენ სახლებში და არ დაგაჭრეს თავი. ამოიღეთ ხმა იქამდე. სამ თალიბანი არ შემოვიდა აქ. ოროსანმაც კი იცის ვინ არის თალიბანი, რას წარმოადგენს ჰამასი, ჰეზბოლა, ჰუსიტები, ისლამური სახელმწიფო. ამოიღეთ ხმა. ასე ზოგი ფიქრობდა ომამდე აფხაზეთში, რომ არაფერი მოხდებაო. აფსოა სეპარატისტები ჩვენ ხელს არ გვახლებენო. იმავეს ფიქრობდა ზოგიერთები შიდა ქართლშიც. ოსები არ შეგვეხებიანო. და რაღაცის იმედი ჰქონდა ხალხს, არ ვიცი რისი, მაგრამ ხო ხედავთ რა მოხდა.
ახლა კი უარესი ხდება, ამიტომ ამოიღეთ ხმა. თუ ახლა არ ამოიღებთ ხმას, შემდგომში უკვე სახელმწიფო აღარ გექნებათ აქ. აქ გექნებათ რუსეთის აზიური ვილაიათი. თქვენ უკვე იქეცით რუსეთის იმპერიის უკანა ეზოთ. ახლა სრულიად აღმოიფხვრებით. გაიხსენეთ რუსეთის იმპერიის დროს, ცარიზმის დროს, თუ როგორ ასახლებდნენ აქ აფრიკელებს. იმავე ხდებოდა სოციალური პრინციპებით საბჭოეთის დროსაც, როდესაც აფრიკის ქვეყნებიდან ჩამოყავდათ სტუდენტები. ჯერ მოსკოვში და მერე პერიფერიებში ცდილობდნენ მათ გაფანტვას. მაგრამ ეს გეგმა რა კი ჩაუვარდათ საბჭოეთის დროს, ახლა წარმატებით ახორციელებს ამას პუტინი. ჩვენ გვახსოვს 2018-19 წლებში იმავეს გეგმავდა რუსეთი, მაგრამ რო ჩაუვარდა ეს გეგმა, ახლა ცდილობს არნახულად დაამოქმედოს. ამოიღეთ ხმა, თორე შემდეგ გვიანი იქნება. ეს განსაკუთრებით ეხება ქოცებს, რომლებსაც გონიათ, რომ მათი რეჟიმი მართებულია. რეჟიმი, რომელიც ტერორისტებთან მეგობრობს, როგორიცაა თალიბანი, როგორიცაა ჰამასი, ჰუსიტები, ჰეზბოლა, ISIS-ი, ანუ ისლამური სახელმწიფო. მართალია ოფიციალურად მტრად ყავთ გამოცხადებული ისინი თითქოს და რუსებსა და მაგათ სატელიტებს, მაგრამ ვინ შექმნა ISIS-ი, ანუ ისლამური სახელმწიფო? ის შეიქმნა რუსეთის მიერ საკუთარი ინტერესებისთვის, სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ, მაგრამ როდესაც ISIS-მა მოიკრიბა ძალები, ის უკვე გამოვიდა წყობრიდან, როგორც იტყვიან და თავად რუსეთსაც კი შემოუბრუნდა. და ამიტომ ეს ორგანიზაცია იმართება ცალკეული მეთაურების მიერ. და FSB-ს მასზე გარკვეულწილად მიუწვდება ხელი, თუ მთლიანად არა ნაწილობრივ მაინც. და ამიტომ რას მოგიწყობთ რუსეთი, ამაზე იფიქრეთ. აფხაზეთის ომის დროს გვახსოვს ჩვენ რუსეთს, რომ სხვადასხვა მხარეებიდან ჩამოყავდა ტერორისტები, იგივე იქნება ახლაც. საქართველოს ოკუპაცია მას სჭირდება ჰაერივით, იმიტომ რომ ეს გაუადვილებს მას თავის ინტერესების გაფართოებას ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში. ამის შესახებ ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს მსჯელობდნენ რუსეთის საერო და სასულიერო პირები, რომ კავკასია მათ სჭირდებათ. კავკასიის კონტროლი კი როგორ მიიღწევა? მხოლოდ საქართველოს ოკუპაციით. და ეს არ უნდა დაუშვათ. ახლა რომ სხვადასხვა მიგრანტები ჩამოვლენ აზიიდან და აფრიკიდან, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ემიგრანტობა საზღვარგარეთ იმყოფება, ვით შეივსება აქაურობა? ამაზე გიფიქრია? ტაძრები მეჩეთებად გადაკეთდება, ან სტუპებად, ან კიდევ ღმერთმა უწყის რად ჩინურ ტაძრებად, თორე ჩინელებსაც შემოიყვანს ეს რეჟიმი, რომელიც მათთან აქტიურად აბამს ურთიერთობას. ამაზე იფიქრეთ. მარტო ჭამა და სმა არ არის ცხოვრება და ძილი. სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი. უთქვამს ჩვენ შოთა რუსთაველს, ხოლო ბარათაშვილმა მომავალში დასძინა. არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს. თუ ახლა არ იზრუნებთ საქართველოსთვის, თქვენ აღმოიფხვრებით როგორც ერი. რუსეთმა ადრე გაგიუქმათ სახელმწიფოებრიობა და ეკლესიის ავტოკეფალია. იმ დღიდან მოყოლებული ასე მოჩანჩალებთ. ზვიადის დროს თქვენ გქონდათ საშუალება, რომ აღგედგინათ ტერიტორიული მთლიანობა სრულიად. მე ვგულისხმობ ლაზეთის დაბრუნებას, სოჭის ხარის დაბრუნებას და სხვა ტერიტორიებისა, რომლებიც რუსეთმა გააჩუქა. ახლა თუ დაგიპყრობთ რუსეთი, იმ არსებულ ტერიტორიებსაც, რაც ახლა ჩვენი იურისდიქციის ქვეშა, იმასაც გააჩუქებს. საქართველოს ანკლავებად დაყოფს, საოკუპაციო ზონებად. რუსეთი რაც უფრო დრო გადის, უფრო სასტიკი ხდება.
და დროა მისი პოლიტიკა დავასამაროთ, გავერთიანდეთ, ქართველნო, გავერთიანდეთ. აქციებზე უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოდიოდეს. არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ კუთვნილებას, არასამთავრობო ორგანიზაციაში წევრობას და ასე შემდეგ. იქ დგას ქართველიერი. იქ არ ვასხვავებ ჩვენ პარტიულობით და რაიმე ორგანიზაციისადმი კუთვნილებით. მერაბ კოსტავას ანდერძი უნდა აღვასრულოთ, უნდა გავერთიანდეთ სრულიად და გამდევნოთ მტერი. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვეღირსებით ვერაფერს. არ გვინდა რომ ვიყოთ რუსული ჭაობის ნაწილი. ამიტომ დროა რომ ამოიღოთ ხმა. სანამ აქ ჩინელი, ირანელი და კიდევ სხვა უცხოელი დაგისახლდათ აფრიკიდან. მერე ეკლესიის ზარებსაც ვეღარ დარეკავთ. ვერ ცილოცებთ. ჩინეთში ქრისტიანობა აკრძალულია. ეს არის კომუნისტური ქვეყანა, რა არ გეყოთ საბჭოელების უღელი? კიდევ გინდათ სცადოთ? და ქოცები კიდევ ჩვენ აქციის მონაწილეებს რო გვეძახიან უსამშობლოებს, უსამშობლოები თქვენ ხართ. გლობალისტი რუსების მონები და მართლაც უსამშობლოები ხართ, რომლებიც შლით გიორგი ანწუხელიძის და მარო მაყაშვილის გამოსახულებებს. თქვენ მართლა მონებო თქვენ. თქვენ ხართ აი საგუბერნიო მართლობის გუბერნატორები, ქოცები. აი რუსეთმა რო გუბერნიად გაქციათ და გამოხრულ ძვალს რომ გიგდებთ. აი ეგენი ხართ თქვენ ქოცები. მონები ხართ, მონები, გესმით? და თქვენი ხელისუფლება დაემხობა თქვენ ვულკანზე გძინავთ.